მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას საღამო მშვიდობიანი საღამო. ვაგზელებთ ჩვენ თამაშის დგით მესამე სერიის ჩაწერას. ვინც მიადევნებდა თორყოს წინა სერიებში, რასაგმირო საქმენი აღვასრული ალბათ იცის ყველამ. და აღარ დავკონკრეტდები დღეს მეზარება, დროს აღარ დავკარგავ და უცებ გავაგზელებ ეხა მომდევნო თავის თამაშს. პირველ რიგში რაც გავაკეთებ იქნება აი ეს როს დამარცხებული ერთეულები მტრის ელვეტების უნდა დავატყვევო, მე დავამოვო და მე ჩემ რესურსებში გავუშვა სამუშაოდ ყველა და მე უკვე ჩვეულებრივ ისევ პრინციპში მეუბნება რომ ესენი შესრულებული მაქვს და აი ესო რეზონტიომდე მიაღწიეო და მიდიო და ესე გავაკეთებ რომ ვერავინ ვერ გაიქცეს ვიზუნებ მხოლოდ და მხოლოდ მაგაზე. 1 2 3 4 ესენი რაღაც სწრაფად მოძრაობენ. ესენი ვერ გაიქცევენ. ესენი გამოუშვით. აქეთ. და მე გადავანაწილოთ უკვე სხვადასხვა იმებში. რესურსებში სამუშაოდ. კავალერია აქეთ რატომ ყავ? ის რა ხდება? საკმაოდ არიან ბიჭები. მეგობრები გაჩერებულები. ეკვიტები. და სალამ ეხლა მეზუმციონდე სად არის ხო ეს ქალაქი თუ რაღაც აი ის აქამდე იმას ვიზავ ანუ ლაშქრობას მოვაწყო ცოტა არ იყოს იმ ანუ კიდე გამოვიყვა რაღაც ერთეულებს ესეც აი კრეტის მშვილდოსნები ეს განსაკუთრებული ერთეულებია განსაკუთრებული შესაძლებლობებით აი უყურეთ ვინც ნახავთ აი აქეთ აქ წერილობა და ასე შემდეგ. ამათ ავამატებ. ქალაქიდან გამოვიყო კიდე 2 ერთეულს. თუ ესენი სადმე უნდა გადმოვიყვანო. ეს არის ტობის ბელადიო. სოლი და ქმარი ანუ ასე რომ ვთქვათ ისინი არის რა მეთაურია მეების ანუ ერთ-ერთი ტობის ჩვენი მოკავშირე ტობის სოლის და ქმარის ცისფერისწყლიანები არიან ესენი უნდა წავიყვანო მე სადღაც რაღაცას დამავალებს კიდე ალბათ კი ნამდვილად მოკლედ წამოვიდეთ აქ ეს ყველაფერი შევაერთოთ ქალაქამდე. ეს ავიღოთ არ გვაწერის მანამდე. ესენიც წამოვიყვანოთ. აქ საკვები რამდენია? ნახოთ 1095 რამდენიც გინდა იმდენი და აქ კიდე გამოვიყვანოთ 2 ერთეული. ესე და ეს. საერთოდ 3. აი ეს. ცხენოსნებით წამოვიყვანოთ აქ. და მოდი რა ვქნათ იცით? თამაშს რომ მეტის მივანიჭოთ, კეისარით ჩაუყენოთ უშუალოდ ამ არმიებს სათავეში. იულიუსი თავისი არმიით, თავისი ლაშქრობით. და ესენი შევიყვანოთ აი აქ შახტაში. დავამატოთ და შევიყვანოთ ვამუშაოთ 7 კაცი 7 მონა, აც უკვე მონა. ერთ დროს კი მებრძოლი ხელვეტების ამბაცი მეუბნები.
ესე იდგანა და სამშვიდობო ხელშეკრულება რახან დადებული მაქვს. ვეღარ შესულა იქნებიან ერთ ადგილზე ესე გაყინულები არიან. ესეც ამოვიყვანოთ. უპრეცედენტოდ დიდ ძალებს მოუყაროთ თავი. აი შეხტა ჩემი ზოლ დამეტრია, მაგრამ აღარ მინდა არ არის საჭირო. იმიტომ რომ თვლი რომ ნამდავალების საკმარისზე მეტი დრო არ უნდა დაუთმო, მალე დავფუყავ რა. მაქსიმუმ 3 სერია კიდე ჩაიწეროს. ალბათ, ეგეც. გააჩნია რა ზომის სერიები ჩავწერ და რა ზომის ის იქნება. ეს ცალკეული ხელვეტების ნარჩენები, აქ ხელვეტი პარტიზანები, ასე ვთქვათ, გვიშლიან ხელს. და აოხრებენ ჩვენი მოკავშირეების ფერმებს და მასივებს. ეს ცეცხლი უკიდია. ეხლა ცოტა ხან დავილოდოთ. სანამ ყველა შეგროვდება, ხო? ჩემი ძლევამოსილი არმია. უპრიანი ხო არ არის საქმე ხან ბანაკში რო შევიყვანოთ საერთოდ. ანუ რაოდენობაში გაიზრდებიან. საკვებიც არის. საკვებიც გავჭუთ. აი და ბანაკში. შემდეგ დაიქნება კიდევ ესენი გაუშვათ. ანიყვნენ. ცეული აქვს საკუშევოდ გაუშვათ. ერთი გაუშვათ ამირა იქ. ჩვენ ყოს ხეტყის ფერმაში. ალპებში. დანარჩენი ამირკი მუშაობდა შახტაში. და ყველაფერი მზად არის, ხო? ერთ შეხედვით. საკვები არის. რაოდენობა მეომრების თუ ივსება, თუ ავსებთ. ნახოთ. საბრძოლო სულის ყვითება მომატებულია. შემოდგომა მოვიდა. კატო შვედიერი დროა, რომ ეხლა წავიდეთ უკვე იქით. ხელა არ მიგით. აქ არის ინტერნაციონალური არმიები, როგორც გალი მოკავშირეები, ასევე ბერძნები, ასევე რომაელები საკუთრივ. რა ვიცი. გამოვედით? გამოვედით. მოვეწყოთ. აი ესე. ეს ეფექტისთვის მეგობრებო. რა ლამაზად მოეწყობიები ხომ ნახოთ.
ასე ვთქვა თუ ხარეები აღებული აქვს და საკოლოთ ლამაზად მოვაწყეთ ჩვენი არმიები და წავედით აი აქ უნდა მივიდეთ თუ არ ვშლები ხო ნიშნების სადა საკვანძო ადგილი აგერ ეს გერმანელები შემოვიდნენ არიოვისტის მეომრები არიან ესენი უკვე ვისაც გაინტერესებთ მაგრამ რა აქ ვერ აი აქ არის ბეზონტი აქ უნდა მივიდეთ მოგაცრავთ არგით მივდივართ აქეთ ხელს როგორ შეგვიშლია ნახელა არმიებს მაგასაც დავინახავთ. ერთი ზუსტით ყველანი. ხდება რაღაცა. მაგაც უკვე შრომა მიდის ხო? კი, მიდის. ესენი მაინც რატომ გადავიდეთ სტატიკურად ერთად დიდას ვერ გავიგე გაყევით ეს უკვე სერიოზული არმია ეს უკვე საქმეა ქაოტურად მივდივართ არასაბრძოლო წყობით მაგრამ მაინც შეურეული ლაშქრობისკენ პეიზაჟები ძალიან ლამაზია, მე თუ გითხავთ, აცხენოს მოსულან უკვე. ხიდი შეგვიძლია დავიკავოთ თუ ეს რა ხდება რა არის. მოდი აბა ესენი წინ. თუ ხიდი ავაშენოთ და ისე გადავიდეთ. აი ეს. შენდეს და ეხა გადავიდეთ საირის უკვე თუ რა ხდება ნაპირები ყოველ შემთხვევაში ეს უკვე ცენტრალური გალია საფრანგეთის თუ ნუ ხო საფრანგეთის ცენტრალური ნაწილი მდინარე რეინი და აქეთ მდინარე დუნაი იქნება ალბათ აქ არის მეოთხე 4 მახვილის გერმანიის თავია და თავებია ალბათ ხო? ემის. ხიდიდან გამოსულა რაღაცა ოპერატიულად უჭირთ. საოცრება.
I have word from Ariovistus, the leader of the Germani. Yes, he seeks peaceful resolution. He fashions himself a conqueror and claims to seek peace. Prepare the legions to march. This man cannot be trusted. გაზარდა როგორც ვარაუდობდი და შევემწოლო. მანამდე ავიღოთ სურსათი არმიისთვის, თორე უკვე ნერვიულობდი. ახლა კიდე დავიმატებ რამდენიმე ბრძოლს ერთეულს. აი მშვენიერი ნახეთ. კოპეიშნიკები, შვილდოსნები, სოლელები და შუბით სოლელები კიდევ. საყვების ბლომად შემოგვიოცდებიან და ესენი რო აშენებული, იმიტომ რაოდენობაში ეს უკვე ურდოებია რა. მაოხრებელი ურდოები მტრის რა ჩემი და ესეც გერმანული დასახლება. აი ეს გერმანელებს ხონაერი ისინი აქვთ. ავართოთ ადგილობრივი ფერმები საკვებით უზრუნველყოფა როგორ შეძლონ. Take cover. Not even one word passes before this man reveals his treachery. გამოიშვა ველური სისხლმოწყურებული გერმანელები და ჩემი კავალერია აქ დატოვებული ისე. იულიუსი დაიბრუნდა. და გაგვიხსნის აი აქ ხეთ საწყის ქალაქში აი აქ ლანცის დანარჩენს მოუხერხებთ ახლა გავინახავ ხელა არ მეობს მოლოდი გერმანელები და ბაზაროსები Invasion has begun. Stop them before they get to Vesontio. Aha, 18 წელი ურდო არიოვისტისო. ეს რაღაც საშინელი არმიები უნდა გავანადგურო. ეს ახალი, მანამდე ვიზავეს. მაგას აუცილებლად მოვახერხებ, ეჭვია შეგებაროთ. ჩემი საქმე გააკეთეს. საოცრად შესანიშნავად. წავედით. გენერალური ბრძოლა. ესენი ამბობენ. კიდე რაღაც შეფხიც იკავებენ ბანდიტები. გალი ბანდიტები. ცოტათი გაციებული ვარ, უნდა მომიდევოთ. თითქოს და ოდესენ სიკვდილით დავსაჯოთ ის.
მესამემდე გავზარდოთ. აქ დაიწყო უკვე სულთანის კატალონის ბრძოლის მაგვარი მასშტაბური ის ზედა კავალერისტები. ეფექტურად და კარგად ისვრია, აი. განსაკუთრებით ესე. საყოველთაო თუჯებია. ჯერესელი გავანადგურეთ. აი, ახლა ესე. პირდაპირ შემოუძლებელი მეომრება. მეორე გენერალი ტიტლაბიენუსი არის ისევ არმიაში და ის იღებს ამ გენერალურ ბრძოლას, გენერალურ ბრძოლას. ის ისტორიული ფაქტი გინდათ რომ იცოდეთ ეს არის პირველი გენერალი და რომის ლეგიონები მაშინ იყვნენ პირველი სამხედრო ძალა რომლებიც მაშინდელი ბრინჯაოს ფაქტიურად ბრინჯაოს ხანის გერმანიის ტერიტორიაზე სამხედრო ძალით შევიდნენ რეინის იქით და დაამარცხეს გერმანელები. მე უკვე ახალი წელთაღრიცხვის 9 წელს იყო მცდელობა საფუძვლიანად გაინადგურებინათ და დაეპყროთ მთელი გერმანიის ტერიტორია, მაგრამ ტევტონების ბრძოლის მერე გერმანელები საგალმა რომელიც ადრე რომში იყო დამსახურები საკმაოდ ნიჭიერმა საგალმა მოტყუებით როგორც ვინდათ ისე დაარქვით პარტიზანული ბრძოლის რითიც იმყოფება და გაანადგურა საკრეფილი რომაული არმია ერთად. You've done it, sir. The Suebi are retreating. Ariovistus had thought himself my equal, but the waves of his Germani horde broke against the strength of my legions. His arrogance and duplicity were further rewarded when his own countrymen turned on his scattered forces as they retreated back across the Rhine. With 2 great victories in a single season, my name was on the lips of every man and woman in Rome. But my increasing fame only strengthened the resolve of my opponents. While Cato plotted to have me recalled to face the Senate, rumour of unrest in the north reached my villa in Lucca. Fear of the Belgian tribes was enough for Pompey to outmaneuver Cato and win the necessary support to extend my campaign. Little did I know then how justified their fear was, as my men would shortly face their greatest challenge ახლა მეუბნება რომ გარადიო მომდევნო თავზეო და გააგრძელეო თამაში ამ შემთხვევაში მე გადავალ მომდევნო თავზე ახლა გავაგზავნებ და მიყვები ჩვეულებრივ Leonidas, what information do you have? Sir, the Belgae have united under the king of the Sicyones, a man named Galba. The Remi remain loyal to Rome, but their town of Bibrax is under attack and they're requesting our assistance. Additionally, a tribe of Belgae are advancing from the west. The Aedui have agreed to keep them occupied, but I'm not sure how long they'll be able to hold them. Then we should send Pedius and Cotta to assist them. I'll bring the main army after we've secured Bibrax. In the meantime,
We should fortify the field to the east of Mithrax to prepare for our assault. We should also fortify the bridge to protect our supply lines. ორი ლეგიონის მხარეს პირველი ასას გავაკეთებ როგორ ჩახდა ისეთი წავიდეთ რას მეუბნებია აქსონის ჩრდილოეთით საომარი ბანაკი უნდა დავიკავოთ და კედელი უნდა ავაშენო აი აქ ხიდზე და გამაგრებული ხიდი უნდა დავტოვო ისევ დავიწყოთ ავაშენოთ ერთი ეს საკვებისთვის ავაშენოთ ერთი ეს ფულისთვის და ისევ და ისევ ავაშენოთ ეს ახალწეულებისთვის სამიაროთ არ გავჩერდეთ ხოდა ნუ რას ვიძახდი ხოდა ვაგზავნებ ტერტობურგის ტყის ბრძოლაზე ხო ნუ იყო ორი სარდალი ერთ-ერთი რა თქმა უნდა ძალიან ნიჭიერი ძალიან ჭკვიანი გერმანელი გამოცდილი და მეორე მხარეს რომაელი სარდალი, ანუ კვინტილიუს ვარუსი და ფაქტობრივად ეს იყო დიახ, ანუ კვინტილიუს ვარუსსა და თავის ხრივ თუ არ ვწდები ანუ ეს ტომები იყვნენ ხერუსკები და სიგამბრები და ხატები ეს ძალიან ძველი გერმანელი ტომები იყვნენ უძველი იყო მანამდეც რა თქმა უნდა ძალიან დიდი ანუ იძახიან ამ ბრძოლაზე რომ იყო ზოგიერთი იძახის რომ ფაქტობრივად ამან გადაარჩინა მაშინ გერმანელები და მე მიცავ კარგულანში რომ შემოუბრუნდნენ რომ საბოლოოდ მე-5 საუკუნეში გაანადგურეს კიდეც და ანუ ვარუსი იყო ეს ადამიანი კვინტილიუს ვარუსის ლეგიონებს და თვითონ ანუ ვარუსას ძალიან ბევრ ამას ემდომებოდნენ ესა ემდურებოდნენ და
ანუ გენერალს საერთოდ ერთ შეხედვით ნიჭიერი გენერალი იყო, მაგრამ გახდა ღალატის იდეაში ფაქტიურად ღალატის მსხვერპლი. და ეს ადამიანი ძალიან ჭკვიანი იყო, ხერუსკების ბელადიშვილი იყო, ეს არმენიუსი, რომელსაც ფაქტიურად მე არ დაუფასეს, საერთოდ დაუფასეს. და ძალიან სულად წავიდა მე ამ ადამიანის საქმე. ერთ სიტყვით რომ მაილებმა სამაგერო მაინც გადაუხადეს. ამ ჭკვიანი ადამიანი იყო, ძალიან ჭკვიანი ადამიანი იყო. არმენიუსი და კვინტილიუს ვარუსი, ანტიკური სამყაროს ორი საკმაოდ გამოჩენილი ცნობადი სახე. ერთი სიტყვით სამხედრო ბანაკი უნდა ავაშენოთ საათ, ხო? აი აქ. ან თუნდაც საკითხი არა, აქ. მაგრამ იყოს აქ. Sir, Vibrax has reported that they're under attack. They've offered to sneak us into the city. If we approach from the rear, that should turn their attackers away. Good. We should also bring supplies and reinforcements to the fort. The Belgae are sure to attack sooner or later. Let's. Belgae უნდა გავანადგურო აი ახ და გავიდი და ნუ ასაგები წავიდეთ გავაგზავნოთ და თავის სენი შენდება რამდენი საშუალებასაც ის გვაძლევს ესენი ვინ არიან? ესენი ბელგები. ჭაობიანი ადგილებია ბევრი საკმაოდ. ახლა დაიწყება ბრძოლა. და კატოლიკები რამაზან ყველაზე უფრო თამაში მიყვარს აი ეს საერთოდ ჭაობიანი ადგილები რომელსაც გავიყვანო. მე გრაფიკას თუ დავწევ ესეც სილამაზე არ ახარ მაინც გაიგა. Sir, Belgae have been driven away. But now they're marching on the fort. Something გამოიშვა. თერახთელი არმია ყოლიათ. შეუგულეს და ვიომოთ მომდი. ეს კაცის სიტყვით. როგორ გაუწევთ ხო? ძმებს.
Now we take the fight. We should build some siege equipment and see how these barbarians react. ახლო ადგილობრივი საკმაოდ კარგად გამაგრებული ქალაქი
წყვეტად იქნება ეს პირველი ჩვენი დასაყრდენი მომენტს, მაგრამ მინდა გითხრათ. საყვარელი მშვენიერი ქალაქი ლამაზი ბელგების მატარა მდინარის პირას გაშენებული სილამაზე. ხეთყის რესურსების მარაგში მოვეკოჭდებთ აშკარად. დაწყება ის კედლების აშენების როგორც ჯერ აი აქ უნდა დავასრულოთ ის აქ ორი ერთეული კიდე გავაკეთოთ და პლუს ამას აქ დავანაგრეთ ცოტა ხნით. დავიკავოთ ამიტომ ეს ფერმაც. გასაკეთებელი საქმე როგორც ხედავთ ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრია. დღეს შემოგთავაზებთ რომ დავისვენოთ და საქმის დანარჩენი ნაწილი გავაგზავნოთ უკვე მომდევნო დღეებში. იმედია რომ დაგაინტერესოთ, იმედია რომ მოგეწონათ. შემდეგ უკვე გადავალთ აი აქ ლამარსზე და ბრიტანეთში გადავალთ და ერთ სიტყვით იმედია რომ ძალიან მოგეწონათ და მოგეწონებათ. ყველას მშვიდობიანი საღამო და დროებით და გაწევდებოდით.